მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით მოვედი, რა თქმა უნდა, ეს ეხება მთვარის დაბნელებას და ასევე სავსე მთვარეობას, რომელიც 7 სექტემბერს გააგრძელდება. 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე გავივლით დაბნელების დერეფანს, რომელიც ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ. ეს დაბნელება იმოძრავებს თევზები ქალწულის ღერძზე, მთვარე აქ იქნება თევზების ზოდიაქოს ნიშანში. დაბნელება ყოველთვის განსაკუთრებით საკარმოს კვანძია, გზაჯვარედინი, სადაც ძველი უნდა დავტოვოთ, რომ რაღაც ახალი დაიწყოს. თევზების ნიშანში ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ემოციური ფონი, ინტუიციურობა, სულიერი გამტკიცების პერიოდია. ძველი ილუზიების, რაღაცა დამოკიდებულებებისგან აუცილებლად განთავისუფლების. მოწევს ასევე სულიერი კავშირების, სამკურნალო პროცესების თემებს, სადაც სიზმრები ძალიან გააქტიურდებიან, ასევე ინტუიციურობა წამოიძევს წინა პლანზე, სადაც კარგია დავეყნოთ ამას. ხელოვნების, სიმშვიდის თემების გააქტიურებასაც შეუწყობს ხელს. ეს დაბნელება გვიჩვენს ჩვენ კითხვას, ვინ გვინდა ვიყოთ გულით და არა უბრალოდ ვალდებულებებისგან ვრჩებით იქ, სადაც არ უნდა ვიყოთ. ძალიან კარგია ეს პერიოდი თერაპიული საუბრებისთვის, საკუთარი თავის ანალიზისთვის, წარსულის გადახედვა და ობიექტურად დანახვა სიტუაციების. იუპიტერის დადებითი ასპექტები კი აქ აძლიერებს რწმენას, აქ სულიერებისადმი კეთილდღეობას, ამსუბუქებს უფრო აქ დაბნელების იმ სიმძიმეს, რომელიც საერთოდ დაბნელებასთან დაყვება. და ეს გვიჩენს რაღაც ახალი მომავლის შუქს, რომელიც შემდეგ 21-დან უკვე აუცილებლად უნდა ჩაუყაროთ საფუძველი. ახლა ეს პერიოდი აუცილებლად დააფიქსირებს რაღაც მოვლენებს, სადაც უკვე შემდეგში მასზე მუშაობა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის აღება, კონკრეტულად მუშაობა ამ თემებზე მოგვიწევს, სადაც უკვე დეკემბერში აქტუალური გახდება და იქ ვიხილავთ იმ შედეგებს, რაცაც ეხლა დავთესავთ. რაც ეხლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რაზე უნდა ვიმუშაოთ და ამიტომ ეცადეთ ეს პერიოდი, ეს დაბნელება, მთვარის დაბნელება, რომელიც გაშვებასთან არის ასოცირებული, გაუშვათ რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორები, განთავისუფლდეთ ყველანაირი უარყოფითისაგან, რომ შემდეგში მივიღოთ კარგი შედეგი. თევზების თანაგრძნობა და ქალწულის დისციპლინა აქ აუცილებლად ბალანსში უნდა მოვიყვანოთ. რა არის რეკომენდაცია ამ პერიოდში, რა გიღლის გულს, რისგან გინდა განთავისუფლდე, აუცილებლად გაუშვი, კარგია დაწერეთ და დააწვით შემდეგ ფუძელი, ივარჯიშეთ ცნობიერად თქვენს საზღვრებზე და მოусმინეთ თქვენს გულისხმას. იმუშავეთ აუცილებლად ამ პერიოდში სიზმრებთან, იმუშავეთ მედიტაციებთან ან ხელოვნებასთან. დაიწყეთ აუცილებლად ტოქსიკური ჩვევებისგან განთავისუფლების პრაქტიკაც. რაც შეეხება 7-დან 21-მდე, გაუფრთხილდით ქაოსურობას, გაუფრთხილდით ემოციურ დისბალანსს. აქ მოიმატებს გონება გაფანტულობა, აქ იქნება აუცილებლად ქაოსური სიტუაციები, კამათი დაპირისპირებების ალბათობები, ასევე მოწამვლის ალბათობებიც წამოიძევს წინ, სადაც ფრთხილად უნდა ვიყოთ როგორც მათრობლა, ასევე ნარკოტიკულ საშუალებებთან, გზებთან ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან გონება გაფანტულობის ალბათობებიც მაღალია და სწორედ ეს შეუწყობს ხელს ავარიულ პროცესებს. პერიოდი გაატარეთ აუცილებლად ფრთხილად, მეტი სიყვარული, მეტი ჰარმონია გაუშვით სამყაროში, მიიღეთ კონტრასტული შხაბი, გაასუფთავეთ თქვენი გარემო, როგორც შინაგან დონეზე, ასევე სახლში. კარგია ლოცვები, მოусმინეთ მანტრებს და ეს დრო ასე შესანიშნავად გაატარეთ. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას და რა იქნება სექტემბრის ბოლომდე და რა თემებს ჩაუყრის საფუძველს ეს დაბნელებები, ეხლა ნელ-ნელა ჩავშლი. ვერძების ზოდიაქოს ნიშანში ეს მთვარის დაბნელება თქვენთან რაღაც იზოლაციის თემებთან არის დაკავშირებული, შიდა სამყარო, ემოციური, წარსული, სიღრმისეული გავლენა რაღაცაზე. აქ ვერძებს მოგიწევთ საკუთარ თავთან შეხვედრა, შიშებთან, წარსულებთან,
ტკივილებთან და რაღაც არაცნობიერ თემებთან. შესაძლოა დაიხუროს ფაზა, რომელშიც დიდი ხანია ხართ და უკვე აღარ ემსახურება შენს ფსიქიკას. ეს არის დრო კარმული განთავისუფლებისთვის, არის მდუმარები სულიერი სიმშვიდის ძიებისთვის. აქ თქვენთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სიზმრები, ინტუიციურობა, რა იქნება რჩევა, აქ იქნება მენტალური და ემოციური დეტოქსი, დაისვენე აუცილებლად, გაჩერდი და გაანთავისუფლე შენი. რაც შეეხება კუროს თემებს, აქ თემატიკა იქნება თქვენთან მეგობრების, სოციალური წრე, მომავლის ხედვები, სიღრმისეული გავლენა ამაზე, განიხილოთ ვისთან უნდა იყოთ რეალურად ამ პერიოდში, შესაძლოა ამ პერიოდში ვიღაცისგან გეტკინოთ ან მეგობრებისგან, ან ადამიანებთან ვისთანაც თანამშრომლობთ, ან რაღაცა გაწმილების თემები წამოვიდეს, მეგობრებთან დაკავშირებით შესაძლებელია გამოვლინდეს რაღაც გაუცხოება ან ღალატის ტენდენციები. ამიტომ აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ პერიოდში. შენი მიზნები, შენი ოცნებების გააქტიურების პერიოდია კუროებო, დროა უფრო რეალისტურად შეხედოთ აქ მოვლენებს. რა იქნება რჩება მხოლოდ იმ ხალხთან დარჩით, რომელიც თქვენ სულიერად ყვებავთ და არა მხოლოდ მიზნებისთვის გიყენებთ. ტყუპებისთვის რაც შეეხება, თემატიკა იქნება აქ კარიერა, რეპუტაცია, თქვენი ავტორიტეტულობა, თქვენი სიღრმისეული გავლენა. ზოგიერთთან აქ შეიძლება გააქტიურდეს მნიშვნელოვანი მობრუნების წერტილი კარიერულად, შესაძლოა იგრძნოთ, რომ აღარ ხარ იმ გზაზე, რომელიც შენს სულს უკავშირდება. აქ შეიძლება მომდეს დაასრულოს ის მიმდინარე პროფესიული ფაზა, რომელიც აქამდე ვერ მიაღწიეთ რაღაც მიზნებს, ავტორიტეტულ თემებზე აქ შესაძლებელია იყოს რაღაც ემოციური შეჯახება, შეიძლება იგრძნო, რომ იმ მომენტში იქ არ გაფასებენ. რა იქნება რჩევა, გაწმიდე კავშირები იმ პროექტებთან, იმ პოზიციებთან, რომელიც აღარ არის უკვე ხელსაყრელი, აღარ გააძლიერებს შენს იდენტურობას. რაც შეეხება კითხვის თემებს, აქ თქვენთან იქნება თემატიკა რწმენა, ფილოსოფია, მოგზაურობა, სწავლის გზა, სიღრმისეული გავლენები, შეიძლება იგრძნო რაღაც ყევა შენს რწმენასა და ხედვას შორის. ადამიანური სიმართლეები, რომელიც უკვე ერთხელ ენდეთ, შეიძლება აღარ მოგეჩვენოთ აქ მყარად. შესაძლოა გქონდეთ რაღაცა სულიერი განცდები ან დაიწყოთ რაღაცა სულიერი პრაქტიკები. მოგზაურობები ან რაღაცა სწავლის პროცესები შესაძლებელია დასრულდეს და შეიცვალოთ რაღაცა მიმართულებები. რჩევა იქნება აქ მიეცით თქვენთას უფლება შეცვალოთ რაღაცა აზრები თქვენს როლთან დაკავშირებით. ლომებს რაც შეეხება, აქ თემატიკა იქნება ღრმა ემოციები, მემკვიდრეობის თემები, რაღაც ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა იძულებული გახდეთ და გაუშვათ რაღაცა კონტროლის თემები. აქ შესაძლებელია ასევე დატოვოთ და გაიხსნათ უფრო ფარული ემოციური შიშებისაგან, რომელიც ინტიმურ თემებს უკავშირდება. აქ შესაძლებელია გააქტიურდეს პარტნიორის ფინანსური საკითხები, როგორიც არის წესხები, როგორიც არის ვალები, ბანკები. ეს დაბნელება მოითხოვს საკუთარ თავთან გულწრფელობას. რჩევა იქნება თქვენთან ეჭვიანობა, შური ან ემოციური ძალაუფლების თამაშები უნდა გაუშვათ ამ პერიოდში აუცილებლად. ქალწულებს რაც შეეხება, თქვენთან იქნება თემატიკა პარტნიორული ურთიერთობების სიღრმისეული გავლენა. მნიშვნელოვანი ტალღა აქ წამოიწევს პარტნიორულ ურთიერთობაში, ან დასასრული რაღაც ურთიერთობების, ან დასაწყისი, ან შეცვლა რაღაცა სიტუაციების. პარტნიორის ქცევები ამ პერიოდში დაგანახებთ, რას უშვებთ და რას ტოვებთ თქვენთან. რჩევა იქნება აქ არ ებრძოლოთ ამ პერიოდში დასრულებას რაღაცისას, პირიქით აქ მიუშვით სიტუაციები, ახალი გზა გამოჩნდეს თქვენთან. სასწორებს რაც შეეხება, აქ თემატიკა იქნება ჯანმრთელობა, რუტინა, სამსახური, სიღრმისეული გავლენა. შეიძლება აქ იგრძნოთ რაღაცა გადაღლა ყოველდღიურ თემებში, თქვენ საყოფაცხოვრებო თემებში. შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთი სიტუაციები, სადაც გინდათ რაღაცისგან განთავისუფლდეთ, რაღაც დაძაბული თემები და ამ პერიოდში შესაძლებელია მოგინდეთ კიდევაც სხვათა შორის აქ სამსახურის დატოვება და ცვლილებები. აუცილებლად მიხედეთ ჯანმრთელობას, რჩევა იქნება ეს და ასევე თავი არ დაიზიანოთ ამ პერიოდში ზედმეტი მოვალეობებისგან.
შემდეგი თვე უფრო კარგი იქნება თქვენთვის. რაც შეეხება მორიელებს, აქ თემატიკა ექნება შემოქმედება, სიყვარული, ბავშვები და სიღრმისეული გავლენა. შეიძლება დასრულდეს აქ ზოგიერთად სასიყვარულო ურთიერთობები, რომ ან რაღაცა ცვლილება შეცვლილი ფორმით წარმოაჩინოთ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობების შემოქმედებითაც შესაძლებელია იგრძნოთ აქ რაღაცა დაბლოკვები, ან შესაძლებელია პირიქით უფრო ინტუიციური გახდეს ამ პერიოდში ეს საკითხები. შვილებთან ან მათ თემებზე შეიძლება წამოიწიოს ზოგთან მტკივნეული საკითხები, ან გადაფასება მოხდეს ურთიერთობების შვილებთან დაკავშირებით. აი, როგორ უდგებით თქვენ შვილებს. რჩევა იქნება დაასრულე დრამა, შემოქმედება და სიყვარული უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგცემს ამ პერიოდში. შვილდოსნებს რაც შეეხება, აქ თემატიკა იქნება ოჯახი, აქ იქნება ფესვები, შენი სტრუქტურა, სიღრმისეული გავლენა რაღაცებზე, ძლიერი ემოციური ტალღა შეიძლება წამოიწიოს აქ ოჯახთან დაკავშირებულ ოჯახურ გარემოში, წარსული მოგონებები ან ემოციური რაღაცა თემები, რომელიც ისევ და ისევ ოჯახს უკავშირდება და ასევე საკუთარ თავს. შესაძლებელია გადაწყვიტოთ ამ პერიოდში საცხოვრების შეცვლა ან რაღაც შინაგანი სიწყნარის ძიება. აქ რჩევა იქნება, გადახედეთ აუცილებლად თქვენ სამსახურეობრივ თემებს, თქვენს სიმშვიდეს და ეცადეთ, რომ ეს პერიოდი ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად კონფლიქტურობის გარეშე გაიაროთ, როგორც ოჯახში, ასევე საკუთარ თავთან. თხის რქებისთვის აქ თემატიკა იქნება კომუნიკაცია, აზროვნება, ადამიანებთან კონტაქტი, შესაძლოა აქ გადაფასება რაღაცა აზრების, რაღაცა იდეების, ძველი გზავნილების და ურთიერთობების დასრულების პერიოდი შესაძლებელია იყოს. რჩევა იქნება აუცილებლად იყავი გულწრფელი, როგორც საკუთარ თავთან, ასევე ადამიანებთან, ვისთანაც კონტაქტი გექნება. მერწყულებს რაც შეეხება, თქვენთან აქ თემატიკა იქნება ფული, თვითღირებულება, მატერიალური საკითხები, შესაძლოა იგრძნოთ აქ რაღაც არასტაბილურობა ფინანსებში, შესაძლებელია ამ პერიოდში თქვენი საკუთარი ღირებულება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და იყოს ასეთი კითხვა, რაშია ჩემი ფასი მაგალითად. დროა ჩადო ღირებულებებში, რჩევა იქნება არ დაგავიწყდეთ შენი ღირებულებების საზღვრები. როდესაც რაც შეეხება, აქ თემატიკა იქნება იდენტობა, მე, ჩემი ეგო, პირადი ცხოვრების განახლება, სიღრმისეული გავლენები. ეს დაბნელება უშუალოდ შენს ნიშანში ხდება და ძალიან მნიშვნელოვანია ეს პერიოდი შენთვის თევზებო. ძველი მე, ძველი შენ უკვე აღარ იარსებებს და შეიძლება იგრძნო აქ ემოციური კრიზისით, მაგრამ სწორედ ეს იქნება რაღაცა ახლის დასაწყისი. რჩევა იქნება ეს დრო გადაანაწილო შენს ცხოვრებაში ძალიან კარგად, გაასუფთავო ძველი, რომელიც ხელს გიშლის, მოემზადე ახალი იდენტობისთვის. წარმატებები მინდა გისურვოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დამილაიკეთ, ძალიან დამეხმარებით ამით. უფრო მეტ საინტერესო პროგნოზ შემოგთავაზეთ, ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემებზე.